მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ზალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება დღეს ეძღვნება მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ. მოგესალმებით დღეს ვიმყოფებით დაბა მანგლისში აღნიშნავთ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს 28 აგვისტოა. დედა ღვთისმშობელობა ყველას მიულოცავ. მანგლისის დიდებული სიონის ტაძრის ეზოარის საოცე მომლოცველებით. აქვე წარმოვადგინე პირადად ჩემი სახელოვნებო სკოლის ნამუშევრები, თემატური ნამუშევრები, რომელიც მე და ჩემმა თანაშრომლებმა და ჩემმა მოსწავლეებმა მიუძღვენით მარიამობის დიდებულ დღესასწაულს. ძირითადად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ნაქარგობები, ნახატები, გობელენი გვაქვს წარმოდგენილი. ნახატები, ნაქარგები, გოგელენი, ძივით ნაქარგი. სიამაყით წარმოვადგინე დღეს ჩემი სახელოვნებო სკოლის ნამუშევრები. პარალელურად ველოდებით მეუფე ანანიას გამოგზავნებას. ტაძრის ეზოში უამრავი მომლოცველია მობრძანებული. წირვა ჯერ არ დამთავრებულა და უფრო მეტი გამობრძანდებიან. მოგესალმებით. გამარჯობათ. ხომ ვერ გვეტყვით ერთ-ორ სიტყვას, სად ბრძანდებით, რა დღეა და? ой, მე წმინდა მარიამის დღე არის, ძალიან მიყვარს და ყოველწელს აქ ვხვდებით. თბილისიდან ვართ ჩვენ და ძალიან გვყვარს ეს დღესასწაული, ყველას გვიწეოდეს, მრავალი დავესწროთ და რავი, ძალიან სილამაზეები გაქვთ. მადლობა, უღმეს დიდი პატივია თქვენი შეფასება ჩვენ. წარმოგვიდგინეთ თქვენი გვარსახელი. მარინა ქავთარაძე. თბილისიდან ბრძანდებით, დამსვენებელი ბრძანდებით. დიახ, 23 წელი აქ ვისვენებ. ანუ დაზარდეთ შვილები აქ. კი, შვილები დავზარდე აქ და მეც აქ გავიზარდე სხვათა შორის. მრავალ მარიამობას დაგასწროთ უმეთმა. დიდი მადლობა, ძირფასო, მადლობა. გამარჯობა საყვარელო. რამოდენიმე სიტყვა გითხარით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ჩემი სახელია მარიამი და ესეც ჩემი ნაცნობებით ბევრი მყავს მარიამი და ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მრავალ მარიამობას დაესწრა. სკოლის მოსავლე ბრძანდებით? დიახ. რომელ კლასში სწავლობთ? მე 7-ში გადავედი. გილოცავ საყვარელო და მრავალი მარიამობა წარმატებული ყონუდეს ცხოვრებაში. მადლობა ჩემო საყვარელო. თქვენ ხომ არ გვეტყვით რამოდენიმე სიტყვას ჩემი რადიოსთვის გართმევთ ინტერვიუს. გიგ. რამოდენიმე სიტყვას ხომ არ გვეტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ძალიან აღთოვანებული ვარ ამ გამოფენით და ძალიან მომეწონა და მომეწონა რომ ეს მანგლისის შესანიშნავი
ადგილი ესე ფოტოებით არის, ასე ვთქვათ, სურათებით არის და გამიშდა სურვილი რომ კიდევ დავკვეთო და ჩემი ოჯახისათვის შევეწინო, შევაქვნეი ის გააკეთა და ძალიან მადლობა რომ ვიღაცა ზრუნავს მანგლისის წინს. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. მე ვარ მანგლისის კვიდრი დაბადებული, გაზრდილი. გამარჯობათ. მარიამობას გილოცავთ. ერთი-ორი სიტყვა გითხარით. მოგილოცეთ ბატონო. გაიხარეთ. თქვენც გითხარით. თქვენი ნახატები ნამუშევარი. უღმესი მადლობა. გამახარეთ ძალიან. დიდი მადლობა საყვარელო. მადლობთ. მრავალი ბედნიერი მარიამობა. მოგესალმებით. მე გახლავართ თეთრწყაროს სახელმწიფო სკოლის დირექტორი. ეს ჩვენი ნამუშევრებია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ძირითადად თემატიკა ავიღეთ რელიგიური და წარმოვადგინეთ თეთრწყაროს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები. გობელენში, ქარგვაში, ნახატში, მძივებში და დღეს მოგიძღვენით ყველას. დიახ. ასაკი არის განუსაზღვრელი ჩვენთან არაფორმალური განათლება მიმდინარეობს და შეიძლება დაოჯახებულებიც იყოს. დიახ. და მინდა გითხრათ, რომ პედაგოგებად მუშაობენ ადგილობრივი თვითნასწავლი ან აკადემიურად განათლებული ადამიანები. დიახ. და ფილიალები მანგლისშიც გვაქვს გახსნილი. დაქსელილია მთლიანად. კი, ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ უამრავ ფესტივალებზე, გამოფენებში და დღეს გადავწყვიტე რომ აი ესე გაგველამაზებინა თქვენთვის ყველასთვის დღე. ჩემი რადიოსთვისაც თან ინტერვიუს ვიწერთ. ჯანეთ ერთი-ორი სიტყვა. ძალიან ლამაზია, ძალიან გიხარია და ყოჩა ყავშეთ. მადლობა ჩემო საყვარელო. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი დამსვენებელი ბრძანდებით? კი, ჩვენ ამოსული ვართ წყნეთიდან. შვენიერი. მრავალბედნიერ მარიამობას დაესწრებით. მადლობთ. ქალბატონო ლეილა. მოგესალმებით ჩემო საყვარელო. ქალბატონი ლეილა არჩეული გახლავთ მანგლისის ქართული სკოლის დირექტორი. მობრძანდა მარიამობაზე. ერთი-ორი სიტყვა გითხარით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს ვილოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან ბედნიერი და ლამაზი დღეა, განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი ყოველთვის ულამაზესი სიონის ეზო და სიონის ტაძარი და მრავალ მარიამობას დაესწროს სრულიად საქართველო და მათ შორის მანგლისი. უღმესი მადლობა ჩემო ძვირფასო. მრავალი ბედნიერი მარიამობა. ვეცადეთ რომ აი ძალიან შეგვეფსო ეს ულამაზესი ადგილი ჩვენი გამოფენითაც. ძალიან ლამაზი გამოფენაა, სასწაული საოცარი. თქვენი მოსავლების ნახელავიც არის ქალბატონო ლეილა. ნამდვილად ჩვენი მოსავლის ნახელავია. აი ეს გაოცებული ვარ. მირიან ამოევის კი. დიახ, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაგვიმთავრა ეს საოცარი ნამუშევარი და თქვენც ელოდებოდით მოუთმენლად ამას. ნამდვილად და მადლობა თქვენ ამისთვის რომ ესეთ პატრიოტულ და ესეთ საქმეს ეწევით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა ძვირფას. ერთ ინტერვიუს შევიწერ. ბატონი დავით ყაზახაშვილი. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, მართლმადიდებელ საზოგადოებაში უდიდეს დღესასწაულს. მარიამობას გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს და მარიამ ღვთისმშობლის მოწინების ის მადლით ვარაუდეს ყველა თქვენთანაც. უღმესი მადლობა ბატონო დავით, მადლობა. ჩვენც გილოცავთ, მადლობა. რამდენი დღეში გავიდა? ერთი კვირა ვიმუშავეთ თავო, მაგრამ ბებიამისი დაიხო. ამას გადავნახე ლამაზ. ქვემოქართლად ჯავახეთი, შიდა ქართლ ჩვენ ერთად ქართლი დავაწერეთ, აი ეს და ქართლი დავაწერეთ. ეს კაკეთი აქამდე უნდა იყოს და შეეშალოს, მაგრამ არა უშავს. ეს სხვა. უკაცრავად. მამაშვილი ბრძანდები?
დალოცოს დედაღვთისმშობელმა თქვენი მამაშვილობა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი გაკეთებული დიახ, ჩვენი სახელოვნებოს მოზაიკაა. რას გვეტყოდით? ეს მოზაიკა არა? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საერთოდ. დაგლოცოთ და დღევანდელი დღის მადლი მოგფენოდეთ ძალიან მოგწონს, რასაც აკეთებთ, ბავშვებსაც მოწონთ. ახალგაზრდები ვართ. წარმოგიდგინეთ თქვენი თავი. კოკათოფურია. დამსვენებელი ბრძანდებით მანგლისის. უფალმა გაგაძლიეროთ და მრავალი ბედნიერი პრინცესე. მარიამობა მოგიყვანოთ. მადლობა რომ მოგეწონეთ ჩვენი ნამუშევრები. ეხლა მე თქვენ ორივე პედაგოგს წარმოგიდგენთ, რადგან ასე ძალიან გაინტერესებთ. იქიდან ქალბატონი ლეილა მიგრიაული და ქალბატონი ნათია ტატუაშვილი. ქალბატონი ლეილა არის თექის სპეციალისტი, ქალბატონი ნათია არის გობელენის სპეციალისტი. თეთრწყაროს რაიონშია. მანგლისში მოღვაწეობენ მანგლისის სკოლაში. დიახ. მანგლისში ასწავლეთ თეთრწყაროს საზაფხულო სკოლები არა და ივლისი, მარტო ივლისი. აგვისტომდე მუშაობთ. მარტო საზაფხულო ბავშვები ჩამოვიდნენ ზაფხულში თბილისიდან, თორემ ერთკვირიანი მაგალითად ის გაუკეთოთ სწავლება. აგვისტომდე მუშაობთ და შეუძლიათ ბავშვებმა იარო, მაგრამ აგვისტო უკვე საშუალებაა. მაგისაც რომ ჩამოვიდნენ, გინდათ გატაროთ ხოლმე აუდიტიდან მანგლისში და ესენი გასწავლოთ. აი ეს კარგო გობელენების კეთება. შვენიერი. ანუ სამომავლო გეგმას დავსახეთ, არაჩვეულებრივი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრის ავტორი მირიან ამოევი. აღთხოვანება გამოიწვია თქვენმა თექის ნამუშევარმა და ასევე სხვა ნამუშევრებმა. რას გვეტყოდი მირიან დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? დღევანდელ დღეს მარიამობას. რა ვიცი, თვისწყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი, შეწევრით გავაკეთე და ყველაფერი ღმერთის დამსახურება არის და თქვენი რა თქმა უნდა რომ გენაცვალე. მადლობა. წრე გახსენით. მადლობა ჩემო საყვარელო. ჩვენი მოსწავლეა, გითხარი წარმოგვიდექი? მე ვარ ანა ივაზოვი, 17 წლის. ქარგვაზე დავდივარ 3 წელია. მაჩვენე აბა თქვენი ნამუშევრები? აი ეს არის ჩემი ნამუშევარი. დიახ. არაჩვეულებრივი. ეს მირიან თქვენია, ხო? დიახ. ესეც თქვენია, მე რამდენადაც ვიცი. რას გვეტყოდი დღესთან დაკავშირებით ანა? პირველ რიგში დილოც აქვს, დღევანდელ დღეს წმინდა მარიამის მადლდაზალა შეგეძლოთ ყველას. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ესეთი წრე გახსენით და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად მივეჩვიე, ახალი რაღაც ვისწავლე და რატომღაც მინდა რომ გავყვე ამ საქმეს. და აი დღეს სერტიფიკატებს გადმოგცემთ, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ თქვენ უკვე სხვებს ასწავლოთ და პედაგოგის უფლება გექნებათ ამ სერტიფიკატებს. დიდი მადლობა. თქვენც და თქვენც. ცოტა ხანს მადლობით გადმოგცემთ. მადლობა. მარიამ, რას გვეტყოდი? დღეს თქვენი დღეობაა. ჩემი რადიოსთვის გართმევ ინტერვიუს ახლა. მარიამ ბექაური, ჩემი ყოფილი მოსწავლე, არაჩვეულებრივი გოგონა თავიშვილთან ერთად. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს ფარავდეთ, სრულიად საქართველოს ფარავდეს. დედაღვთისმშობელი შემწე იყოს, ძალიან მიყვარს დღევანდელი დღე, როგორც მარიამს და რა ვიცი, მშვიდობია საქართველოში გვეცხოვროს, რაც მთავარია. მადლობა, ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა. სწორედ ჯვრის სახელზე აშენდა ეს დიდებული ტაძარი. ბატონო, რომ მოგეწონათ, რას გვეტყოდით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბატონო? მე ვხედავ თქვენში ნიჭიერ პედაგოგს. მადლობა დიდი. რომელიც და იმსახურებების აღზრდას ამ ხელოვნების. ცოტა ახლა ადამიანები, რომელსაც ამასწავლებს პრობლემა. მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.
რომ ბავშვები დაასახმენ გასავლოთ. ბევრი ბავშვი ყავს დასაქმებული უფლის მადლით. თეთრი წყაროს კულტურის ცენტრში მოქმედი სახელოვნებო განყოფილებაა ეს, რომელსაც ფილიალებია გახსნილი თეთრი წყაროს სხვადასხვა სოფლებში. თქვენი სახელი და გვარი? ვაჟა მარგიშვილი. წინაპრები ჩემი მშობლები არიან აქედან. დღეს სამწლიანი კურსი დაამთავრა სამახალგაზრდომა ჩვენი საფეხბურთო მათი ნამუშევრების ნაწილი ახალი სამოქმედი და თქვენი ხელმოწერის და დასტურით მე თავისუფლებას მივცემ რომ გადავცეთ სერტიფიკატები ვინაიდან მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ ცხოვრებაში გზა გაიკვლიონ და თუ ჩათვლია საჭიროდ პედაგოგიური მოღვაწეობაც გააგრძელო მათ ჩვენი სერტიფიკატის მეშვეობით თხოვთ თქვენი გადასცეთ. ნამდვილად ქალბატონ ზეინაბ მომენტით ვისაუბრებ და მე რასაც ხედავ ეს არის ნიჭის გამოვლინება თუ ჩვენ ამაში მე არ მაქსიმალურად ვერ დავყავდები რომ ამბობ ჩვენ რამე წვრილი გიძვეს, მაგრამ აშკარაა რომ მივიწყოს ჩვენ ხო ამ სამწლიან კურსიდან. დიდი მადლობა ყველაფერთვის რომ აინიშნება ნიჭის გამოვლენაში ჩვენს პატარა იოთის უბნა წვრილი გვაქვს შეტანილი. ქალბატონ ზეინაბ თქვენ უდიდესი და მე პირადად ჩემ თავზე ვიძებ ამას რომ ის მადლია ნამდვილად აი ესეთი ნამუშევრები არ არსებობს რომ ის მადლით არ იყოს და უფლისგან ბოძებული ნიჭი არ არსებობს საერთოდ. ამიტომ წარმატებები. აბა. მირიან. გილოცავ ეს შენი სერტიფიკატი. მადლობა. მამა თქვენი ნამუშევრები. მამა ხო? ეს ერთი და სხვა მრავალი. ანა. გაიგე. მადლობა. გაიგე. შიგორი. აი ეს ახალგაზრდები იყო. სონა. იმედია გოგონასაც ასწავლ. ეს არ შემიძლია ველოდებით ის რომ არის. ხო, პურას ბავშვი მოგწევს. აი, მე საფრთხე მოგიმართო. ამას ვერ ისწავლე. ეს უფალმა უნდა მოგანიჭოს. ნიჭი. ანაირად ვერ ისწავლე, მაგრამ სწავლას რა თქმა უნდა ყველაფერი საჭიროა და ეს ხაღავდი საჭიროა სადღაც. ამ სერტიფიკატების მიღებაში უდიდესი როლი მიუძღვის ქალბატონ ლეილას, რომელმაც თექადა კარგო ასწავლა, ხალბატონ ნადიას, რომელმაც ასწავლა გოგონა. აი ამ ორი პედაგოგის გაზრდილები არიან ბატონო დავით, აი ეს სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა და ნათია შვილო, დიდი მადლობა და ხალბატონო ლეილა, უღუნესი მადლობა. ხალბატონ ლეილას საალგე მადლობა ყველაფრის. მოსავლები გადაგზავნე. აი ხა, მადლობა და გილოცავ დღევანდელ. დიდი მადლობა. თქვენი დარგენ და იმის მიანიჭებ, სადაც მეუფე ძალიან გაუხსნა მეოთხე მეუფეა. ისევა. მამა, ნახე, მამა. ხადა თეთრი წყაროების იქნება. დიდიანი კარი ეს არის, ხო? რა ეს არის? სოლეკის რა იქნება? მაო გიორგი. ებული გამოსავალ. ჩვენ დღეს სერტიფიკატები გადავეცით კიდევ ორი მოსწავლეს. მოგძანდით? მოგძანდით, ბავშვები. მოგძანდით? მოდი შვილი, აქეთ აი, ამ გოგონას შემოქმედება აქ ნამუშევრები რაც არის? სოფო. აი დღეს გადავეცით ამ სახლს. სამწლიანი კურსი გაიარეთ ჩვენთან და მათი შემოქმედება უდიდესი ნაწილი. რომელსაც იმ შემთხვევაში ვაძლევთ სერტიფიკატს, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად დაიწყონ და დაამთავრონ. პედაგოგის გაფორმების გარეშე და აი ამ ბედნიერ დღეს კორექტულად დაგლოცოთ, როცა გაგორქოთ. ნახე რა ლამაზი რაღაცაა. ჩვენგან
რაზი ფასი ნამუშევარია? აი ამ ახალგაზრდა კაცის ნამუშევარია, რომელიც ჩემი სახელობის მოსწავლეა, ეს გოგონა ჩემი მოსწავლეა და დღეს მოგიძღვენით ურთულეს ხელობა. დიახ. მე უკვე თქვენ და მამა დიახ ძალიან მევივა მსგავსეოდა ჭურჭს ძალიან. Sangat beğen gauss. Okey, böyle olmasın. Kesinlikle. Şunu ne onu sen de Komşular. Tek kadına bir şey var. Siz gelin. Sen gelin. Burada dağılırsa şunu. Burada dağılırsa dağılırsa dağılırsa. Burada dağılırsa. Burada dağılırsa dağılırsa.